მოგესალმებით, მსმენელებო, მივესალმები ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკის ინტერნეტ ტელევიზიის მაყურებლებს და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ თემა საკმაოდ სერიოზული, ასე ვთქვათ, მასშტაბური თემა, რაცაც ქვია ნიჩეს რეცეფცია ქართულ მოდერნიზმში, კერძოდ ქართულ ლიტერატურულ მოდერნიზმში. მე გახლავართ გოგა ბრეგაძე, თბილისის ივან ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. და აი დღეს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თემა იყოს სწორედ ნიჩე და ქართული მოდერნიზმი. კერძოდ ნიჩეს რეცეფცია ორ გამორჩეულ ნიჩიანელ, ასე ვთქვათ, წყალებში ქართულ მოდერნიზმთან კონსტანტინე გამსახურდიასთან და გრიგოლ რობაქიძესთან. თუმცა სანამ უშუალოდ აღნიშნულ თემატიკაზე გადავიდოდე, მინდა ორი წუთი შევეხოთ თვითონ ნიჩეს ფენომენსა რა და ცხადია, რომ ნიჩე და მისი ფილოსოფია და ის, ასე ვთქვათ, მასშტაბური და კოსმიური ტკივილები და ის დიაგნოზები, რაც მან დასვა მოცემულ ეტაპზე და დაუსვა ევროპულ კულტურას, კერძოდ ის რომ ღმერთი მოგდა, ეს პოსტულატები შემდგომ არამარტო ქართული, არამედ ზოგადად მოდერნისტული ეპოქისთვის და მოდერნისტული ლიტერატურისთვის და ხელოვნებისთვის გადამწყვეტ და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. და შემთხვევითი არ არის, რომ იგივე თქვათ გერმანული მოდერნიზმის წარმომადგენლები თომას მანი, შტეფან გეორგი, ჰერმან ჰესე ან სხვა მოდერნისტები თქვათ კამიუ, იგივე ელიოტი, იგივე ჯოისი, სწორედ უტრიალებენ იმ პრობლემატიკას, რასაც ქვია სწორედ ღმერთის სიკვდილი, ზეკაცის ფენომენი და ანუ ფაქტიურად ნიჩემ მოხაზა ის თემატიკა და ის პრობლემატიკა და დასვა დიაგნოზი, რაც ასე ახლობელი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ზოგადად მოდერნიზმისთვის, როგორც ეპოქისთვის და ასევე კერძოდ ლიტერატურული მოდერნიზმისთვის. და არა მარტო ლიტერატურული, არამედ ფილოსოფიური მოდერნიზმიც უნდა ვახსენოთ, ჰაიდეგერი და ჰაიდეგერის რეცეფციები ნიჩესი და ის რომ ნიჩეს ფენომენი დღესაც ცოცხალია და ყოველყოფილ, ასე ვთქვათ, იმპულსებს იწვევს და ინსპირაციას იწვევს, ვთქვათ, ამაზე მეტყველებს თუნდაც ის რომ მთელი ფრანგული პოსტმოდერნისტული ფილოსოფია, ეს ფრანგული პოსტმეტაფიზიკური ფილოსოფია, კერძოდ დერიდა, ფუკო, ბოდრიარი სწორედ ნიჩეზე დგას და ნიჩეს რეცეფციებზე. რაც შეეხება ნიჩეს რეცეფციას ქართულ მოდერნიზმში, როგორც უკვე აღნიშნე, აქ უნდა გამოვყოთ ორი უმთავრესი ქართველი მოდერნისტი, რომელთანაც მკვეთრად ჩანს სწორედ ეს მათი ინსპირაცია ნიჩეთი და ნიჩეს ფილოსოფიით, კერძოდ ესენი გახლავართ კონსტანტინე გამსახურდია და გრიგოლ რობაქიძე. ჩვენი ლექციის, ასე ვთქვათ, პირველ ნაწილს დავუთმობთ ნიჩეს რეცეფციას კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაში. საინტერესოა ამ თვალსაზრისით ითქვას, თუ როგორ მივიდა, ასე ვთქვათ, კონსტანტინეს მიახლება, ასე ვთქვათ, ნიჩესთან და ვთქვათ, პატარა ექსკურსი, ვთქვათ, მისი ბიოგრაფიიდან საინტერესო თუ როგორ მოხდა, ვთქვათ, როგორ შემოდის მის, ასე ვთქვათ, სულში და მის ცნობიერებაში ნიჩე და აი ამ საკითხებთან დაკავშირებით უდიო არ იქნება მცირე ექსკურსი ჩავატაროთ. ჯერ კიდევ გიმნაზიის წლებში, როდესაც კონსტანტინე ქუთაისის თავადაზნაურთა ქართულ გიმნაზიაში სწავლობდა, აი სწორედ გიმნაზიის ბოლო კლასებში, ასე ვთქვათ, დაინტერესდა და გაიტაცა კონსტანტინე ნიჩეს ფილოსოფიამ და როგორც იგი აღნიშნავს თავის ლანდებთან ლაციცში, თავის მოგონებათა წიგნში, სწორედ ამ პერიოდში უთარგმნია მას ზარათუსტრადან ადგილები. შემდგომ უკვე კონსტანტინე, ასე ვთქვათ, ინსპირაცია და დაინფიცირება, ასე ვთქვათ, ნიჩეს მისი პიროვნული. ეს არის რეცეფციის, მისი ფაქტიურად ეს არის მისი პირველი რეცეფცია, ანუ რეცეფციის ეს დონე, ასე ვთქვათ, არა, ანუ წმინდად იმპულსური, ემოციური, ეს მისი ხრომობის და ახალგაზრდობის წლებია რა და შემდგომ უკვე ამის შემდგომ იგი თარგმნის ნიჩეს ლექს შუაღამისას, მითერნახტ და აქვეყნებს გაზეთ იმერეთში, ეს უკვე 1913 წელია. ხოლო მანამდე იგი აქვეყნებს ლექს ზეკაცი სახალხო გაზეთში, ეს უკვე 1911 წელს. ანუ ეს არის საინტერესო, რომ უკვე აი ახალგაზრდა
კონსტანტინე დამსახურდია სადღაც არის ესე 18-20 წლის უკვე გატაცებულია ნიჩეთი და შემდგომ როდესაც ჩამოყალიბებული წერალია უკვე და მოდერნისტია და ექსპრესიონისტი უკვე ამ პერიოდშიც უკვე ეზოდ 1921 წელს თავისივე ჟურნალში ილიონი 22 წლის ნომერში, 4 ნომერში კონსტანტინე აგვეყნებს ლექს ფრიდრიხ ნიცშეს. და საინტერესოა თავად ეს ლექსი, სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ კარგად ჩანს ამ ლექსში თუ რა არის მისთვის მნიშვნელოვანი ნიცშეში და რა იზიდავს მას კერძოდ და ეს თემატიკა ფაქტიურად კარგად ჩანს. ეს ლექსი შეგვიძლია გავიაზროთ როგორც გარკვეული ასე ვთქვათ ორიენტირი იმისათვის თუ რა კონკრეტულად რა საკითხები და რა პრობლემატიკა იყო მნიშვნელოვანი გადამწყვეტი კონსტანტინესთვის ნიცშეს ფილოსოფიაში. აქვე თურიგო არ იქნება ამ ლექსსაც გავესწროთ, ეხლა თვითონ ლექსი აქვე ვიტყვი რომ დიდი მხატვრული ღირებულების არ გამოირჩევა ჩემი აზრით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არ არის თავი თვითონ ის რეცეფციის სპეციფიკა, რაც არის კონსტანტინესთან და ეს ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. აი ეს ლექსი ფრიდრიხ ნიცშეს იყო გოლგოთა, ვაიმარი, დასილს მარია, ახალი დროის მატიანე შენ მოგინდება. შენ გვაგზნობინე სინამდვილე რომ სიზმარია, რომ ახლოვდება ძველ ღმერთების შემობინდება. ანთი ხარ ისე, მაგრამ ნეტავ ვის შეგადარებ. ჩემ გულში ცეცხლი უხილავი უცხო მშვენების და ამიტომაც მირაჟების დამოჩვენების სისხლიან მასკებს დაფარულად გულში ვატარებ. შენ ამ სამყაროს უდუელოდ ვერ შეეთვისე. წახვედი სოფლით ვარამისგან გულგასენ გამეხილი. წმინდა ფრიდრიხი დაჯვარცმული ხარ დიონისე. ჭაბუკი მუხა გრიგალისგან გადატეხილი. ოჰ რა ძნელია შვაღულ გზაზე შემოღავება, რომ უკვდავებით შეისყიდო ქვეყნის წავება. აი აქ უკვე ფაქტიურად ჩანს, რომ რა არის კონსტანტინესთვის პირველ რიგში, როგორც ხელოვანისთვის, როგორც ადამიანისთვის, როგორც მოაზროვნესთვის, როგორც მოდერნისტისთვის მნიშვნელოვანი ნიცშეს ფილოსოფიაში. ეს კვეთრად გამოკვეთილი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალიზმი და ეს არის რაღაც ვიწრო გაგებით, არამედ ნიჩიანური გაგებით კოსმიური ინდივიდუალიზმი, როდესაც ვთქვათ ხელოვანი და ადამიანი და ზეკაცობაც ეს არის უკვე კონსტანტინესთვის ამ შემთხვევაში. და აქ უკვე კოლექტივიც არის უკვე კონსტანტინესთან ზეკაცობა კონსტანტინესთან და ამ ლექსში ჩანს ეს უდრის სწორედ ბედის შეურგებლობას, ბედის სამსხურის გადალახვას და ამაში არის ვთქვათ ინდივიდუალიზმის არსი მისთვის და აი ამ კოსმიური ტკივილების ტარება და შემდგომ უკვე დიონისური გახელება, დიონისური გატაცება და ასე ვთქვათ აი ამ ბედის წერის და აი ამ ყოფიერების აბსურდულობასთან ასე ვთქვათ აი ეს დიონისური შერკინება და აპრიორული შემდგომ უკვე დანთქმა და სიკვდილი აი ამ ყველაფერთან რა და ეს არის სწორედ აი ეს დიონისური გახელება რაც ასე ხიბლავს რობაქიძესაც და რა თქმა უნდა კონსტანტინესთანს და ეს არის სწორედ ის ჰეროიკული პესიმიზმი და აი ამ ჰეროიკული პესიმიზმი ეს არის სწორედ ეს ჰეროიკული პესიმიზმი სადაც არის ასე ვთქვათ მოცემული აი ეს მთავარი ეთიკური აქტი აი ამ ასეთი ტიპის ინდივიდუალისტისთვის და ამ ეთიკურ აქტში არის სწორედ მისი შვება და განწმენდა და შემთხვევითი არ არის რომ სწორედ აი ამ ტიპის ტემპერამენტი ახასიათებს თქვა კონსტანტინე დავასწრებ მობილიზაციას არ ვიტყვი რომ კონსტანტინე გამსახურდიას პერსონაჟებს იგივე თარაჟემხვარე და მისი უკანასკნელი აქტია რა თქვა ეს ჰეროიკული აქტი შევარდნა იმ გულში ცხენდა რა და ეს დუელი ყოფიერების ასე ვთქვათ აბსურდულობასთან თქვა იგივე დუელი აქვს თქვა გალაქტიონსაც არ დაგვავისეთ თუ აი მოდერნისტულ ეპოქას როგორ აფასებს ეს საუკუნე მეფისტოფელი და ეს გამოწვევა რომელიც ასე ვთქვათ იწევს პერსონაჟებში კონსტანტინეში როგორც წერალში და ისე მის პერსონაჟებში ამ დიონისურ გახელებას და ეს უკვე ვლინდება შემდგომ ეთიკურ აქტში გმირულ ასე ვთქვათ უკანასკნელ აქტში რასაც ქვია ჰეროიკული პესიმიზმი და თქვა სიკვდილთან ასე ვთქვათ შეგებება და ბედის სამსხურს ასე გადალახვა და ეს არის სწორედ განწმენდა რა და თარაშემხვარი გიორგი მეფე ასევე მნათე ოქროპირი ვთქვათ ფანტასტიკური ექსპრესიონისტული ნოველი და ზარები გრიგალშია რა ესენი არიან სწორედ იგივე ხოგაის მინდია ეს არიან სწორედ იმ პერსონაჟები რომლებიც სწორედ აი ამ დიონისური გახელებით ეს არის აი ანუ ვთქვათ
დგანან აი სწორედ იმ ეგზისტენციალურ ზღვარზე, უნდა თქვათ, ცნობილი გერმანელი ქრისტიანი ფილოსოფოსის, ასე ვთქვათ, ეგზისტენციალისტის კარლ იასპერს თუ დავესესხებით და მის ფორმულირებას მოვიყვანთ, ეს არის ერთგვარი ზღვრისეული მდგომარეობა, ანუ გრენც სიტუაციო, როგორც ვთქვათ, იასპერსი უსვამს, ანუ როცა დგება ფაქტიურად აბავდროულად აქვე არის სწორედ იგივე იასპერს უნდა დავესესხოთ, ესე თქვარი ფერკლერუნგა, ანუ ეს გამოფწყინება რა თქვათ, ეს ზღვარზე მყოფი პიროვნება, ინდივიდი, დიონისური, რომელიც სწორედ არის პროცესში, როდესაც ავითარებს თავის უმაღლეს ეთიკურ აქტს და ამ პროცესში იგი არის ეგზისტენციალურ ზღვარზე და შეიცვლოს ჭეშმარიტებას და თქვათ დიონისური გახელებით სწორედ ილტვის ნეტარებისაკენ ალბათ რა და საბოლოო ვაჟკაცური და ჰეროიკული აქტის შესასრულებლად და შემდგომ არის ეს არის აი ამაში მდგომარეობს თვითონ განწმენდაც ალბათ თეოზისიც და როგორც კათარზისი ისე განხრთობა თეოზისი და ეს სწორედ არის ის პათოსი, რაც თქვათ ნიცშეში აღმოაჩინა თქვათ თვითონ კონსტანტინემ. და რაც თავარია განსხვავებით რობაქიძისაგან კონსტანტინე გამსახურდიასთან ყოველთვის არის შენარჩუნებული ნიცშესადმი ეს პიეტეტი თავისებური ასე თუ მოწიწება და კონსტანტინე არასოდეს არ არის თქვათ ნიცშეს მიმართ კრიტიკული, აი განსხვავებით იგივე გრიგოლ რობაქიძისაგან, რომელიც ასე თქვათ მიჯნავს ნიცშეს ასე თქვათ ადრეულ შემოქმედებას, ფილოსოფიურ შემოქმედებას და თქვათ გვიან ზარათუსტრას პერიოდის შემოქმედებას, თუმცა ამაზე შემდგომ ქვემოთ ვილაპარაკებთ. ახლა მინდა დავუბრუნდე კვლავ აი ამ თქვათ ნიცშეს რეცეფციას კონსტანტინესთან და აი ამ გარკვეულ ისტორიულ ექსკურსს განვაგრძობ. ამ თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია ნიცშეს საღამოს მოწყობა თბილისში 1922 წლის ნოემბერში, რომლის ორგანიზატორიც იყო ცხადია კონსტანტინე გამსახურდია და მან ეს ნიცშეს საღამო გამართა თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში. და გამოსვლელები გახდნენ დიმიტრი უზნაძე, ერეკლე ტატიშვილი, დემნა შენგელაია, ტერენტი გრანელი, თავად კონსტანტინე და ცხადია აქ სწორედ მთელი ეს ფაქტიც თავად საინტერესოა რომ ნიცშე უკვე კონსტანტინესთვის გამომდინარე ამ საღამოს იმ ფაქტიდან რომ ის არის სწორედ ამ საღამოს ორგანიზატორი მისთვის ნიცშე ეს არ არის მხოლოდ მსოფლმხედველობრივი ინტერესებისა და სახელოვნებო ინტერესების ასე ვთქვათ დაკმაყოფილების ვთქვათ ფაქტორი, არამედ ნიცშე მისთვის ამავდროულად არის, ესეც არის, მაგრამ ამავდროულად არის როგორც სოციალური მოვლენა მნიშვნელოვანი. იმდენად რამდენადაც თვითონ ეს ნიცშეს საღამო, რომელიც გაიმართა კონსტანტინეს ორგანიზატორებით თბილისში 1922 წელს. მას აქვს დიდი, როგორც შემეცნებითი, კულტურტრეგერული და სოციალური დატვირთვა, იმდენად რამდენადაც კონსტანტინე ამ შემთხვევაში ნიცშეს სოციალურ განფენაში ხედავს ნიცშეს ფილოსოფიის გადამწყვეტ მნიშვნელობას მიმდინარე კულტურული ვითარებისთვის, საქართველოს მიმდინარე კულტურული და პოლიტიკურიც კი ვითარებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია კონსტანტინესთვის ნიცშეს ფილოსოფია და მოცემულ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში. და რა არის ეს მოცემული კონკრეტული ისტორიული მომენტი? ეს არის საქართველოს კატასტროფა რა. 1922 წელია, როდესაც უკვე რუსული ბოლშევიზმი ძვინვარებს, დაიწყო რუსული ბოლშევიზმის ძვინვარება საქართველოში, საქართველოს აპყრობა რუსეთის წითელი არმიის მიერ და ეს პროცესი დაიწყო, ვიცით, მოგვეხსენება 1921 წლის თებერვლიდან და აი სწორედ ამ კონტექსტში ხდება ნიცშეს შემოყვანა და ქართულ სოციალურ და სააზროვნო სივრცეში. და ეს არის საინტერესო კონსტანტინესთვის ნიცშეს ფილოსოფია, იგივე ზეკაცის პოსტულატი იქნება თუ დიონისურობის კონცეფციები. ეს სწორედ მნიშვნელოვანია მისთვის როგორც ქართული კულტურის განახლების, ქართული კულტურის და ქართული ლიტერატურის განახლების უმთავრესი იმპულსები და არა მარტო ეს, არამედ როგორც მოძალებული ბოლშევიკური იდეოლოგიისადმი კონტრ, ასე ვთქვათ,
იდეოლოგიური თუ მსოფლმხედველობრივი, ასე ვთქვათ, პოზიცია და დარტყმა, კერძოდ, სწორედ ბოლშევიზმის აგრესია უნდა გარკვეულწილად მოხდეს ნიჩეს ფილოსოფიის პოსტულატების წინ წამოწევით და მისი პროპაგანდით ქართულობაში იმდენად რამდენადაც ამ შემთხვევაში კონსტანტინე ნიჩეს ფილოსოფიაში ხედავს სწორედ თავისუფლების მოყვარეობას, ინდივიდუალიზმს, თავისუფალ ინდივიდებს, რომლებიც სწორედ არიან ბედთან შეურიგებლები და აქვე საინტერესოა თვითონ გავიხსენოთ ამ თვალსაზრისით და იმ ტემპერამენტის თვალსაზრისით, თქვა, რასაც კონსტანტინე ატარებს და მისი პერსონაჟები, ურგვარი იქნება გავიხსენოთ ალბრეხტ დიურერის ცნობილი ლითოგრაფია რაინდი სიკვდილი და დემონი, ანუ გერმანულად Ritter Tod und Teufel. რომელიც დიურერმა შექმნა 1513 წელს. და ეს რაინდი უკვე ეს არის თქვა სწორედ აი იმ ტიპის ზეკაცობის ასე ვთქვათ იკონა თუ ხატი ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში კონსტანტინესთვის საერთოდ ნიჩიანური ტიპის პერსონაჟებისათვის და დიონისური ტიპის პერსონაჟებისათვის ვთქვათ ამ წელს თუ განვიხილავთ რომელიც არის სწორედ აი ბედთან აი ბედის წერასთან ბედთან შეურიგებელი ასე ვთქვათ პიროვნება ზეკაცი რომელიც აი ამ ბრძოლაში მზად არის ასე ვთქვათ სიკვდილისათვისაც რა და ეს პათოსი და ეს შემართება აი და ქართველების ასე ვთქვათ დაიმედება აი ამ კატასტროფულ ვითარებაში, როდესაც ბოლშევიზმი ძვირბარებს, რუსული ბოლშევიზმი და ტერორია, ასე ვთქვათ, საქართველოში და უბედურება. აი სწორედ ნიჩია კონსტანტინესთვის ის ასე ვთქვათ, პიროვნება და მისი ფილოსოფია, რამაც ქართველებში უნდა გამოიწვიოს, სწორედ ასე ვთქვათ, გარკვეული შემართება მოძალებულ აგრესიასთან რა. ესეც ამ კონტექსტში იკითხება ალბათ ჩემი აზრით. რაც შეეხება თვითონ ნიჩეს უშუალო რეცეფციას კონსტანტინეს ტექსტებში, აქ უნდა გამოვყოთ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ესე, ეს არის მისტიკის დაბადება ტრაგედიის სულიდან, რომელიც გამოქვეყნდა ილიონში თუ არ ვწდები, კონსტანტინეს ჟურნალში 1122 წელს და სხვათა შორის ნიჩეს საღამოზე მან სწორედ აი ეს ფილოსოფიური ესე წაიკითხა ნიჩეს საღამოზე. და რა არის აქ თავარი მისთვის მნიშვნელოვანი და აქ იკვეთება სწორედ წმინდად კონსტანტინესეული რეცეფცია ნიჩესი. ანუ ფაქტიურად თვითონ სათავეშიც კოდირებულია, რომ ნიჩეს ფილოსოფია, ნიჩეს დიონისური ფილოსოფია, დიონისურების კონცეფცია და მთლიანი ნიჩეს ფილოსოფია და კონსტანტინე არ მიჯნავს ვთქვათ ადრეულ ნიჩეს და გვიან ნიჩეს. მისთვის მთლიანად მისი ფილოსოფია ეს არის სწორედ ახალი მისტიკის, ახალი რელიგიური ეთოსის გაცხადება და აი ეს პათოსი არის სწორედ მის წერილში და მის სიტყვაში, რაც მან თქვათ განაცხადა ნიჩეს საღამოზე. ანუ ხას უსვამ, აქ საუბარია წერილზე, კონსტანტინეს წერილზე მისტიკის დაბადება ტრაგედიის სულიდან. ანუ აქ გარკვეული გადათამაშებაც არის, არა ჩვენ გვახსოვს არა თუ ნიჩეს პირველი ტექსტი, სადაც არის სწორედ ეს ახალი რელიგიური ეთოსის მოთხოვნა და ეს ტექსტი არის სწორედ ნიჩეს პირველი ცნობილი ტექსტი ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან. და იქ იმ ტექსტში ნიჩე სწორედ თავი დისკურსი იმ ტექსტის არის ის, რომ ახალი რელიგიური ეთოსი, ახალი დიონისურობა საჭირო რომ მოხდეს დაპირისპირება მოძალებულ პოზიტივიზმთან, მატერიალიზმთან, დარვინიზმთან და მარქსიზმთან. აი ამ პათოსით წერდა ნიჩე იმ ტექსტს და ეს ჩაფიქრებულია როგორც დაპირისპირება, როგორც ნიჩე ამბობს, იმ ეგრეთ წოდებულ უკანასკნელ ადამიანთან, არა, der letzte Mensch. არა, ანუ უკანასკნელი ადამიანი, რომელიც არის საერთოდ განზარცული ყველანაირი, ასე ვთქვათ, ეთიკური და რელიგიური დაფუძნებისაგან. და სწორედ ეს ახალი რელიგიური ეთოსი არის მნიშვნელოვანი ნიჩესთვის იმ ტექსტში და იგივე მნიშვნელობას ანიჭებს კონსტანტინე ამ თავის ტექსტში უკვე
ნიჩეს ფილოსოფიას და იგივე ტრაგედიის დაბადებას, რამაც უნდა მოახდინოს ქართულ კულტურაში ახალი რელიგიური, ასე ვთქვათ, დიონისური პათოსით დამოხტული რელიგიური ეთოსის აღორძინება და მით უმეტეს მოცემულ აი ამ უღმერთო ვითარებაში, როდესაც ღმერთი დევნილობაშია და მით უმეტეს ეს საქართველოშია რა 1922 წლები, 20-იანი წლები, როდესაც ასე ვთქვათ, სრული დესაკრალიზაციის, ასე ვთქვათ, ვითარებაა მოძალებული ბოლშევიზმის, რუსული ბოლშევიზმის პირობებში. ეს ასე ვთქვათ, მოკლედ ეს პათოსი, რაც არის ასე ვთქვათ, რაც მოხდავს აი ამ ტექსტს. რა. და გარდა ამისა, გარდა აი ამ კულტურული და სოციალური დატვირთვებისა, კონსტანტინესთვის რა თქმა უნდა, ნიჩე მნიშვნელოვანია როგორც სახელოვნებო და ესთეტიური ფაქტორი, იმდენად რამდენადაც ქართული კულტურა და ქართული ლიტერატურა, ვთქვათ, განახლების საკითხებს კონსტანტინე პირდაპირ უკავშირებს ნიჩეს ფილოსოფიას კერძოდ, ისევე როგორც ლობაქიძე, და გვაგვიწყდეს ესეც უნდა ითქვას, კერძოდ ნიჩეს დიონისურობის კონცეფციას, იმდენად რამდენადაც ნიჩეს დიონისურობის, ასე ვთქვათ, კონცეფციის საფუძველზე და პლუს ამას რა თქმა უნდა ერთვის ექსპრესიონისტული დისკურსები, რითაც ასევე რაც ასევე განსაზღვრავს აი ამ პერიოდის 20-იანი წლების დასაწყისის კონსტანტინეს შემოქმედებას და სწორედ ეს ფაქტორები არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც კონსტანტინესთვის ცხადია, რომ ამ ორი ფაქტორის ნიჩეს და ექსპრესიონიზმის საფუძველზე უნდა მოხდეს სწორედ ქართული კულტურის განახლება და ქართული ხელოვნების და ქართული ლიტერატურის განახლების ამოცანები უნდა გადაწყდეს. იმდენად რამდენადაც თვითონ კონსტანტინე აცნობიერებს ვითარებას, როდესაც ქართული კულტურა არის აბსოლუტურ კრიზისში და სწორედ მოდერნიზმია და მოდერნისტული დისკურსები და ამ შემთხვევაში ექსპრესიონისტული დისკურსებია მნიშვნელოვანი მისთვის, რათა მოხდეს ქართული კულტურის პროვინციალიზმის და ქართული ლიტერატურის პროვინციალიზმის დაძლევა. აი ამ თვალსაზრისით საინტერესოა მისი ასე ვთქვათ, დებულება, მისი აი ამ პერიოდის ერთ-ერთი ესედა. იგი წერს, ციტატა: "მე არ მავალ, დიდ კულტურაზე ვოცნებობ." ცხადე აქ ევროპული კულტურა იგულისხმება. "კრიტიკულად ვუცქერი როგორც ქართული კულტურის წარსულს, ისე თანამედროვე ევროპას." აქ საინტერესო და მიდგომა. აქ უნდა ხაზი გაეცეს, რომ როდესაც კონსტანტინე საუბრობს ქართული კულტურის წარსულზე, აქ იგი ცალსახად გულისხმობს მე-19 საუკუნეს და არაზოგადად ქართულ კულტურას. რა? აქ კონსტანტინე გამსახურებს როგორც მოდერნისტს, ხედველობაში აქვს საკუთრივ მე-19 საუკუნე, მე-19 საუკუნის ქართული ყოფა და ქართული ლიტერატურა, რომელიც ცხადია დასაძლევია და რომელიც არის თავისი არსით პროვინციული. და ამ ამოცანას კონსტანტინე არა მარტო კონსტანტინე აყენებს, აი ამ ქართული კულტურის კერძოდ მე-19 საუკუნის ქართული კულტურის დაძლევის ამოცანას, არამედ იგივე საკითხები წამოსწია სწორედ მთელმა მოდერნისტულმა ქართულმა სპექტრumმა, იმით ისმერო ყანწელებმაც, გალაქტიონმაც და გრიგოლ ლობაქიძემაც. და რაც თავარია, აქ ხას უსვამს, რომ იგი კონსტანტინეს იგი კრიტიკულად უცხლებს მის თანამედროვე ევროპასაც და რა არის კრიტიკის პათოსი, ცხადია ამ შემთხვევაში, სწორედ კრიტიკის პათოსი თანამედროვე ევროპისა, რაც მიმართულია კონსტანტინეს მიერ, ეს არის იგივე პათოსი, რაც თავის დროზე ნიჩეს ასაზრდოებდა, როდესაც ის თანამედროვე ევროპული კულტურის დეკადანსზე მიუთითებდა. ანუ რა? ანუ პირველ ყოვლისა ეს არის ღმერთის სიკვდილი, რაც განხორციელდა, ასე ვთქვათ, ნიჩეს აზრით ევროპაში და დასავლურ სივრცეში და ცხადია ამით გამოწვეული ტოტალური დესაკრალიზაცია ყოფის, აზროვნების, შემეცნების და კონსტანტინესთვის უკვე შემდგომ თანამედროვე მოდერნისტული ეპოქის ევროპა ცხადია მსგავს და ანალოგიურ ვითარებაშია ისევ და ისევ ევროპა, რომელიც არის დესაკრალიზებულ ვითარებაში, ანუ როგორც ცნობილი გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი იტყოდა, ევროპა არის განჯადოების ვითარებაშია რა, ენცალბან როგორც ის ამბობს. და სწორედ ეს კონტექსტები არის მნიშვნელოვანი კონსტანტინესთვის, როდესაც ვთქვათ, მოიხმობს ის, ასე ვთქვათ, ნიჩეს და ექსპრესიონიზმს. და შემდგომ აგრძელებს ამ ციტატას გაგრძელება,
ჩვენ უნდა გადავლახოთ ქართული კულტურის ეთნოგრაფიული მიჯნები. ძველი კულტურა, აქ ისევ ხედველობაშია მე-19 საუკუნის ქართული კულტურა, პროვინციალური იყო. ახალი მსოფლიო კულტურა ურბანისტული. და ცხადია, სადაც მოდერნიზმია, იქ ურბანიზმია და იქ არის ასე ვთქვათ, კოსმიური მასშტაბები საჭირო და ისეთი პერსონაჟების შემოყვანა, ისეთი ტექსტების შექმნა, სადაც არის ვთქვათ, ინტენსირებული და თემატიზირებული საერთო მსოფლიო ევროპული მასშტაბური პრობლემატიკა და ამ პრობლემატიკის გააზრება და მასთან დაპირისპირება. კერძოდ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემატიკა, ეს არის სწორედ ღმერთის დევნილობა, დესაკრალიზაციის მტკივნეული პროცესი, რასაც თავის დროზე სწორედ ნიჩემ დაუსვა დიაგნოზი და რასაც ასე მტკივნეულად განიცდიან არა მარტო ქართველი მოდერნისტები და მათ შორის კონსტანტინე გამსახურდია, არამედ მთელი ევროპელი მოდერნისტები, იგივე თომას მანი, იგივე ჰერმან ჰესე, იგივე ელიოტი, იგივე ჯოისი და ასე შემდეგ, რა ვიცი, იგივე რილკე და უამრავი სხვა. რა და ქართული კულტურის და ქართული ლიტერატურის განახლების თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უნდა გავითვალისწინოთ, ასევე საინტერესო წერილია, ასევე ამ თვალსაზრისით და მე ვიტყოდი ეს არის საპროგრამო წერილი, კერძოდ ეს წერილი გახლავთ ლიტერატურული პარიზი. ანუ, როდესაც კონსტანტინე იმყოფებოდა პარიზში 1923 წელს და იქ, ასე ვთქვათ, ბერგსონის ლექციებს ისმენდა. მაშინ აი ამ პარიზული დაბეჭდილებების შედეგია სწორედ მისი ეს ცნობილი ლიტერატურული წერილები, ციკლი მთელი წერილებისა, რომელიც ათაურია ლიტერატურული პარიზი. და ამ ტექსტში საინტერესოა სწორედ აი ეს პათოსი. რაც აქამდე წავიკითხეთ, იგივე პათოსი გრძელდება თუ რატომ არის თანამედროვე ევროპული კულტურული ვითარება გამსახურდიასთვის მიუღებელი. და რაც თავარია ეს კულტურული ვითარება, როგორც ევროპაში, ისე რაც თავარია საქართველოში, უნდა დაიძლიოს სწორედ ახალი ლიტერატურული ტენდენციებით და ეს არის ამას უკავშირებს ეს ახალი ლიტერატურული ტენდენცია მისთვის ექსპრესიონიზმი, ნიჩეს ფილოსოფია და რაც თავარია ექსპრესიონიზმის ჭრილში გააზრებული ნიჩე იმთავრებდა და ეს შეფრთხილება არ არის, რომ თვითონ გერმანელი გერმანელი ექსპრესიონისტებისას მნიშვნელოვანი იყო სწორედ ნიჩეს ფილოსოფია და ნიჩეს ფილოსოფიის ორი უმთავრესი ფაქტორი ის, რომ ნიჩემ გამოყო და წინ წამოწია თქვა სიცოცხლის კონცეფტი და მეორე როგორც ნიჩეს კონცეფციაში მნიშვნელოვანი ექსპრესიონისტებისთვის ეს გახლავთ სწორედ ეს დესაკრალიზაციის პროცესის ფიქსირება და ახალი სამყაროს ახალი საკრალიზაციის, ასე ვთქვათ, დაფუძნების და ანუ საკრალიზაციის, ასე ვთქვათ, დისკურსები. აი ეს ორი ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო როგორც გერმანელი ექსპრესიონისტებისთვის, ისე ასევე კონსტანტინე გამსახურდიასთვის, როგორც ასე ვთქვათ, ნიჩიანელისთვის, როგორც მოდერნისტისთვის და როგორც ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე ექსპრესიონისტისთვის და ჩვენ ექსპრესიონისტისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ვთქვათ 20-იანი წლები ეს არის მოდერნისტული წლები კონსტანტინე გამსახურდიასთვის და ეს არის სწორედ ექსპრესიონისტული წლები და ეს ცნობილი ნოველები იგივე ჩემს მიხსენებული ზარები კრიკელში, იგივე ტაბუ, იგივე რომანი დიონისოს ღიმილი, ეს არის სწორედ აი ამ ესთეტიკით პირველ რიგში. ხადია არა მარტო ექსპრესიონისტული, მაგრამ დომინანტური ცხადია ექსპრესიონისტული მსხვერპლობა და ესთეტიკა. და რაც შეეხება ამ წერილს ლიტერატურული პარიზი, აქ სწორედ ისევ ამ მომენტებზე უსვამს ხას კონსტანტინე, აი კრიზისი, ევროპულ კრიზისი და დესაკრალიზაციის პროცესი. აი ციტატა. შუბლით ვეხლებით ახალ დროს. მისი საუკეთესო ეპიტაფიაა მითოს მოკლებული დრო. და მითოს მოკლებული დრო, ეს არის იგივე თქვათ, სწორედ ის მდგომარეობა, ზოგადად ევროპული და კონკრეტულად თქვათ, თუნდაც ქართული ყოფის მდგომარეობა 20-იანი წლებისა, როდესაც არის სწორედ ღმერთი დევნილობაში და როდესაც არის ტოტალური დესაკრალიზაციის პროცესი უკვე დაფუძნებული. ღმერთი მკვდარია, ცხადია, თქვათ, გაცხადებული ნიჩეს მიერ და შემდგომ უკვე ასე ვთქვათ, არის აი ეს, ასე ვთქვათ, ვითარება. და ეს ამ შეგვიძლია ვისაუბროთ თავისებურ მოდერნისტულ მგზნობელობაზე, თქვათ, ბოდრიერის ანალოგიით რა.
მითოს მოკლებული დრო, ანუ როგორც კონსტანტინე ამბობს, ღმერთთან თანაზიარობის დეფიციტია რა. შემდგომ აგზელებს ის საერთო ფონი თანამედროვე ევროპის. მეცნიერებაში რელატივიზმი, ხელოვნებაში ფუტურიზმი და დადაიზმი, ყალბი ცივილიზაცია, უსულო მექანიზაცია. ევროპის სულიერი კრიზისი, ეს არ არის სტილის კრიზისი, არც იდეური გაკოტრება. მითოს მოკლებული დრო, აქ არის სიმძიმე. აი ეს მითოს მოკლებულობა, ეს იგივე, ეს გახლავთ იგივე ღმერთის სიკვდილის ვითარება, დესაკრალიზაციის ტოტალური პროცესი და აი ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი კონსტანტინეს როგორც მოდერნისტისთვის, აი ეს ტრაგიკული განცდა ამ მითოს მოკლებულობის, ანუ ღმერთთან თანაზიარობის დეფიციტის და ამის აღდგენის ცდელობა მთელი მისი, ასე ვთქვათ, შემოქმედება აი 20-იანი წლებისა და თვითონ ნიცშეს სწორედ აი ამ შემთხვევაში არის მისთვის გადამწყვეტი ნიცშეს ფილოსოფია, მის როგორც რაც გამოვლინდა კერძოდ ზარათუსტრასა და კონსტანტინესთან გამომდინარე ზარათუსტრაში და პირველ ტექსტში ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან და ნიცშეს ფილოსოფიის საფუძველზე უნდა მოხდეს სწორედ კონსტანტინეს მიხედვით ახალი რელიგიური ეთოსის დაფუძნება. თავისთავად პარადოქსია რა, რომ თქვათ ნიცშე ცნობილი ასე თქვათ ანტიქრისტეს ავტორი და ცნობილი თავისი ანტირელიგიური და ანტიქრისტიანული პათოსით არის ქართველი მოდერნისტებისთვის და მაჯორის პრობაქიზისთვის, კონსტანტინესთვის ხალხი უკვე ვახსენეთ, ის ფილოსოფია, ნიცშეს ფილოსოფოსი და მისი ფილოსოფია არის სწორედ ის ფილოსოფია, რომელიც იწვევს ახალი რელიგიური ეთოსის დაფუძნებას, რა. და აი სწორედ ეს არის სპეციფიკა ქართული მოდერნისტებისა და ქართულ მოდერნიზმში ნიცშეს რეცეპციის სპეციფიკა. მათთვის არ არის ნიცშე ანტიქრისტე, ასე ვთქვათ, მათთვის არ არის ნიცშე ღვთისმშობელი, არამედ პირიქით. ნიცშე არის ახალი რელიგიური ეთოსის დამფუძნებელი და კერძოდ მათთვის ეს ახალი რელიგიური ეთოსი ვლინდება დიონისურობაში. ცხადია, დიონისურობა არის არა რაღაცა კონკრეტული წარმართული კულტის, ასე ვთქვათ, აღდგენის და არამედ დიონისურობა ამ შემთხვევაში ეს არის მეტაფორა ქართული მოდერნისტებისთვის, გამსახურდიასთვის და რობაქიზისთვის. დიონისურობა როგორც ახალი რელიგიური, მისტიკური და რაც თავი ინდივიდუალური რელიგიური, ახალი რელიგიური მდგომარეობა, ახალი რელიგიური პათოსი, ახალი რელიგიური ეთოსი და მისი შემოტანა, აი დიონისურობის გაცხადება როგორც ტექსტებში, როგორც საკუთარ მოდერნისტულ ტექსტებში, ასევე აი ამ დიონისურობით და აი ამ ახალი საკუთარი მხატვრული ტექსტებით უკვე შემდგომ ისინი ცდილობენ აი ამ ახალი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალისტური რელიგიური დისკურსების დაფუძნებას. და შემთხვევით არ არის, რომ თქვათ კონსტანტინე სავასამიძე, აი ეს ცნობილი პერსონაჟი, კონსტანტინეს ცნობილი აი ამ ექსპრესიონისტული რომანის დიონისოს ღრიბილი, ეს არის ღმერთის მაძიებელი პერსონაჟი, ის მუდამ დაეძებს თავის უსახელო ღმერთს, ხო, როგორც თქვათ კონსტანტინე ამბობს რა. და უბრალოდ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ეს რომანის ერთი ასპექტი არის ის, რომ თქვათ, აქ არის რა თქმა უნდა სწრაფვა და მოთხოვნილება პერსონაჟისა და ავტორისა, რომ მოხდეს რაღაცნაირად დესაკრალიზებულ ვითარებაში რა, როდესაც ეს ყალბი და უსულო ცივილიზაციის დომინირების პერიოდია და მთელი, ასე ვთქვათ, ეს რომანი გაჟღენთილი არის სწორედ ამ ექსპრესიონისტული პათოსით, რელიგიური პათოსით. და რა არის ეს ექსპრესიონისტული რელიგიური პათოსი? ეს არის სწორედ პირველყოფილი, პირველადი შესაქმისეული ბიბლიური ღვთაებრივი საწყისებისაგან სწრაფვა და ლტოლვა და ყველგან ღმერთის ძიება, აი ამ დესაკრალიზებულ ვითარებაში. და აი აქვე ცუდი არ იქნება ამ თვალსაზრისით მოვიყვან ამონარიც ამ რომანიდან, სადაც ასე ვთქვათ, აი ეს ექსპრესიონისტული დიონისური და ახალი რელიგიური, ასე ვთქვათ, განწყობილებებია კონსტანტინე სავასამიძის. ციტატა: დღის ჰაერი შემოიჭრა ჩემი სხეულის ნაჩვეტებში.
ჩემი ტანი ბუმბულივით სუბუქია და ნიავსაც შეუძლია აქედან წამიღოს და იქითკენ უშველებელ სინათლის ზღვაში გადამტყორცნოს. მზემზიანობით, სვესვიანობით დილა აღმოხდა ფარშავანგულად და ჩემი მკერდი განიერდება, ჩემს ნესტოებში ეს გამჭვირვალე სინათლე შეიჭრა. მტკიცე ნაბიჯით მივყვები ბილიქს, მივყვები პატარა ბილიქს, სულ აღმა, სულ ზევით, ჰაერისაკენ, ცისკენ, მზისკენ დამიხარია. ყველგან ღმერთია და ყველგან სული. ყველგან მწვანე და მწერი, ყვავილი, გამხმარი წიწვი, ყველგან ღვთაებრივია ეს დილა, ეს მზე, ეს ტყის გუგუნი და მარტოობა. ეს 1000 ხმაზე ამღერებული, 1000 ფერზე მოხატული. ხეზე მწვანე, მიწაზე მოვლი, ხავსი ბალახი და ჭიაყოა. ეგ თვალს შეუვლებით, თვალით შეუცნობი და გარშეუწერელი სამყარო ღვთისა. აი ეს არის სწორედ ეს ახალი ადამიანის, ახალი ექსპრესიონისტული გაგებით, ახალი ადამიანის, აი ეს ექსპრესიონისტული, დიონისური, ახალი რელიგიურობის მოთხოვნილება. და საიდან მოდის ეს მოთხოვნილება? ცხადია, აი ღმერთის მონატრებიდან, იმ დიაგნოზიდან, რაც ნიშნ დაუსვა მოდერნისტულ ეპოქას ისტორიულ პროცესს. მაგრამ რომანში ცხადია ეს არის მუდმივი შინაგანი ბრძოლა გმირისა და ეს გმირი კონსტანტინ სავარსაბიძე მოდერნისტი პერსონაჟია და ცხადია მისი ღმერთის ძიება და მისი დიონისურობისადმი ტოლვა საბოლოოდ მარცხით მთავრდება. ანუ არსი მოცემულ მოდერნისტულ არსი თავარი მესიჯი აი ამ რომანისა არის ის რომ მოცემულ მოდერნისტულ ისტორიულ ეპოქაში და ვითარებაში აპრიორულად შეუძლებელი ხდება საკრალურობის და ღმერთის დაფუძნება. აი ამის ტრაგიკული განცდა და ესედა ამ რომანში გაცხადებული და ფარვიზის როგორც დიონისოს, ანუ ამ შემთხვევაში ახალი რელიგიური ეთოსის სიმბოლოს დაღუპვაც სწორედ აი ამაზე სიმბოლურ ალეგორიული მინიშნება გახლავთ და ეს მუდმივი ლაიტმოტივი და მუდმივი ისე თქვა ტირადა სავარსაბიძისა რომ შუა გზაზე შემოაღამდა ეს არის სწორედ ასე ვთქვათ ფიქსაცია იმ დისოციაციური ვითარების ანუ იმ დაშლილი დარღვეული პიროვნულობის და ეს არის სწორედ ვითარება როდესაც ცხადი ხდება შეუძლებლობა ღმერთის იდეის მოპოვების და განახლების და ეს არის სწორედ თქვათ თუ ბოდრიას დავესეცხებით და როდესაც ბოდრიანი საუბრობს ეგრეთ წოდებულ პოსტმოდერნისტულ გზნობელობაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მოდერნიზმში და კონსტანტინე გამსახურდიასთან ამ შემთხვევაში მოდერნისტულ გზნობელობაზე რაც დეტერმინირებულია და განსაზღვრულია სწორედ აი ამ ღვთის დევნილობის ვითარებით. და ცხადია უკვე აქ საინტერესო მომენტია ის რომ აქ ეს რომანი თქვათ ამ რომანში ერთი რომ არის მარცხი თქვათ გაცხადებული მარცხი დიონისურობის და ახალი რელიგიური მეთოდზე. ამ შემთხვევაში მარცხია თვითონ იმ ინდივიდუალიზმის ასე ვთქვათ ზეკაცური და ნიჩიანური ინდივიდუალიზმის რაც ასევე მომხიბლავი იყო კონსტანტინესთვის რა მაგრამ და ეს ინდივიდუალიზმი მარცხდება კონსტანტინე სავარსაბიძის სახით მას რომელსაც როგორც თავის თავს უწოდებს ეს პერსონაჟი რომ ახალ ქრისტედ მოჰქონდა თავი ანუ ესეც აქ ცხადია აქ წმინდა ექსპრესიონისტული მომენტებია როდესაც პერსონაჟი და ავტორი თავის თავზე იღებს ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ხსნის ანუ ერვეზუნგის ასე ვთქვათ ამოცანებს მაგრამ და აქ არის ექსპრესიონისტული და გამსახურდი ასეული ასე ვთქვათ გაგება ზეკაცობის და ეს კორექტივი ასევე მათი ნიჩეს ფილოსოფიაში ანუ გადააზრებული ექსპრესიონისტული გადააზრებული ზეკაცი რომელიც არის ახალი რელიგიურობის შემომტანი დესაკრალიზებულ ვითარებაში მაგრამ აი ეს სწორედ ეს ამაში ვლინდება ეს ინდივიდუალიზმი, ეს გამოწვევა აი ამ მეფისტოფელური ეპოქის, მაგრამ ესეც მარცხდება და განწირულია დამარცხებისათვის და ამ შემთხვევაში იმასაც დავამატებდი რომ
ჩამოვთვალე მთელი რიგი პერსონაჟებისა გამსახურდიას, რომლებიც არიან თქვა აი ამ ჰეროიკული პესიმიზმის დაფსილები. ამ პესიმიზმით არის ახსილი ასე თქვა კონსტანტინე სავარსამიძეც უბრალოდ მას არ ყოფნის ძალმოსილება, რომ განახორციელოს ის საბოლოო უმაღლესი ზეკაცური ინდივიდუალისტური აქტი და ასე ვთქვათ, როგორც თარა შემხვარი, ან მეფე გიორგი, ან ნათე ოქროპირი, ასე ვთქვათ, ექსტაზის ვითარებაში დაიღუპოს და ამით განიცადოს, ვთქვათ, განწმენდა და განხრტობა. თუმცა შემდგომ უკვე თარა შემხვარი და ეს პერსონაჟები, რა თქმა უნდა, უკვე არიან სწორედ აი ამ ზეკაცური ნიშნის მატარებელი პერსონაჟები და თვითონ კონსტანტინე გამსახურდიაც უნდა მისი როგორც პიროვნების, ასე ვთქვათ, თავისებურება და სპეციფიკა ეს თელი ცხოვრების მანძილზე ახასიათებდა მას. ეს იყო ჰეროიკული პესიმიზმით ახსილობა, რაც ცხადია გულისხმობს იმას, რომ ამ ვითარებაში, ჰეროიკული პესიმიზმის ვითარებაში სრულიად ცნობიერება, ეს უნდა ითქვას, რომ ჰეროიკული პესიმიზმის მდგომარეობა და ეს უკანასკნელი დიონისური აქტი და ექსტაზში დაღუპვა, თარა შემხვარისეული დაღუპვა, ეს არის რაც თავარია გაცნობიერებული აქტი, როდესაც დიონისური და ჰეროიკული პესიმიზმით შეპყრობილი ადამიანი აცნობიერებს ყოფის სრულ აბსურდულობას. და ეს არის უკვე თავისთავად ბედის წერა, როდესაც შეუძლებელი ხდება ასე ვთქვათ, ღმერთის მოპოვება და დაფუძნება და არა მარტო ინდივიდუალურ დონეზე, არამედ თუნდაც ტრადიციული რელიგიური, ასე ვთქვათ, ტრადიციული რელიგიური დისკურსების ფარგლებში და შემდგომ არის სწორედ ეს, ასე ვთქვათ, გამოწვევა მთელი სამყაროსი და მისი ბედის წერის და შემდგომ ბოლო აქტი, აი ბედის წერის სამსხურის გადალახვის. და ეს ბუნებრივია, რომ რაც ახასიათებს მის პერსონაჟებს, ეს კონსტანტინეს პერსონაჟებს თვითონ კონსტანტინე გამსახურდიას, ასე ვთქვათ, აი ამ ჰეროიკული პესიმიზმის ტემპერამენტმა გადაედება და მთელი ცხოვრება კონსტანტინეს ისოეთ ეს არის ბრძოლა, ანდად მისი ბიჰევიორი, ასე ვთქვათ, მისი ქცევის წესი მუდმივად ამჟღავნებს, ასე ვთქვათ, აი ამ ჰეროიკულ პესიმიზმს და შემართებას და ბრძოლას და აქტივიზმს, რაც თავარია, შეურიგებლობას. და აქ არის ნიჩეზე კაცი აღვლინება და თუნდაც ის ცნობილი პროტესტი, როდესაც კონსტანტინე გამსახურდიამ ვახტანგ კოტეიშვილმა, პავლე ინგოროყოვამ და მოიცდეს მეოთხე პოეტმა ალექსანდრე აბაშელმა, ოთხმა ქართველმა, ოთხმა, ასე ვთქვათ, ნიჩიანელი ტიპის პიროვნებამ ჩაიცვა შავი ჩოხა და გააპროტესტა ასე 1924 წლის აჯანყების ჩახშობა და გამოხატა პროტესტი აი ამ ბოლშევიზმის მიმართ და კონსტანტინეს ეს შეურიგებლობა მუდმივად ვლინდება და შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ის გადაასახლეს მერე 2 წელი მას მოუწია სწორედ სოლოვკის არქიპელაგზე იქ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, ასე ვთქვათ, გადასახლებაში ყოფნა, მაგრამ იქაც ის ინარჩუნებს აი ამ შემართებას, დიონისურობას და აი პესიმიზმს, ჰეროიკულობას და მზადყოფნას აი ამ უკანასკნელი აქტისთვის და ჩემი, ასე ვთქვათ, გამოსვლა სწორედ მინდა დავასრულო იმ ლექსით, რომელიც კონსტანტინემ დაწერა სწორედ სოლოვკის არქიპელაგზე გადასახლების დროს და სადაც არის გაცხადებული კონსტანტინეს მთელი პიროვნება, მისი პათოსი, მისი ეთოსი, მისი მსოფლმხედველობა და მისი პიროვნება. და ამ ლექსს ქვია მოვეთ სატანავ და ახლა წავიკითხავთ ამ ლექსს და ამით დავამთავრებ ჩემს, ასე ვთქვათ, გამოსვლას კონსტანტინეს შემოქმედებაზე და იმაზე თუ რა არის მისთვის ვთქვათ, ნიჩეს ფილოსოფია და სპეციფიკა ნიჩეს. მე შევეცადე, რომ აი ამ მცირე დროში უამრავი საკითხი დარჩა ყურადღების მიღმა, მაგრამ იმედია ვთქვათ, მომავალში ვთქვათ, კვლავაც ალბათ თუ მოგვეცა შესაძლებლობა, კვლავაც გავაგრძელებთ აღნიშნულ თემაზე საუბარს. და ეს ლექსი გახლავთ სწორედ
და აი ახლა წაგიკითხავთ ამ ლექსს, რომელიც ვიმეორებ და კონსტანტინემ დაწერა გადასახლებაში, როდესაც ის იმყოფებოდა სოლოვკის არქიპელაგზე, სიბურთულ ოკეანეში, რაც გადაასახლეს ბოლშევიკებმა და ბოლშევიზმისთვის ბრძოლაში, ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და სწორედ აი აქ ვლინდება მისი როგორც დიონისური და ასე ვთქვათ, ჰეროიკული პესიმიზმით გამშვალული, ძლიერი და ასე ვთქვათ, აქტივისტი, ან ასე ვთქვათ, აქტიური პიროვნება. და ეს ლექსი გახლავთ მოვეც სატანავ. ამ ჩემ ბობოქა სულს ვეღარ იტევს ჩემი სხეული, ძველი სხეული. მოვეც სატანავ, კიდევ შემჩა მესითამამე. მოვეც სატანავ, გამოვწოვდეთ თუ გინდა ხმალში. წრიალებ მარტო ჩემს საკანში, ჩამიქრა ლამპა, მოვიდეს ვინმე და გააღოს დახშული კარი. ამ კულღამეში დამიძახოს თუნდაც სატანამ დამინახოს ლოცვად დამდგარი. აი სწორედ ეს არის ის ჰეროიკული პესიმიზმი, რითაც არის გამშვალული როგორც კონსტანტინე გამსახურდი და ისინი მისი პერსონაჟები, რომლებიც მზად არიან აღასრულონ უმაღლესი ეთიკური აქტი და დიონისურ ექსტაზში გადაეშვან სასრულობაში, გადაეშვან როგორც რობაქიძე იტყოდა ღვთაებრივ უსასრულობაში, ანუ სადდასაეში, ასე ვთქვათ, და სწორედ ეს არის მათი უმაღლესი ზეკაცობა და ინდივიდუალისტური აქტი და სადაც ხდება მათი კათარზისი და თეოზისი, ანუ განწმენდა, შვება და გამრთობა.